ფულს უფრობით შოვლიხარ თუ უფულობას? უფულობას. ფულს არ მივეჩვევი არასოდეს, ხტები? კარგად გამიგე. ფული არის ძალიან საჭირო ვეში და ყველას უნდა გქონდეს რაღაც რაოდენობით რა. არასოდეს ამ დომებია მილიარდი დოლარი, ლარი, evro. არ მინდა. და კარგი შემოსავალი გქონია როდეს მე ისეთი რომ არათ იყავე. არასოდეს მე ხო მსახიობი ვარ, თო. მე ვარ მსახიობი. და რეპერი. და რეპერი რა, რომელი წლებში ვამბობ. ეხლა კიდე რაღაც ანაზღაურებები არის, რაღაცეები. რაც არის ძალიან კარგი და მივესალმები. ხო და მაშინ აი ხო გეუბნები დედას გეფიცები, აი ეს ყველაფერი იყო ენთუზიაზმზე აწყობილი. რავი ახლა თანხები ხო გითხარი ხა რაზეა. თეატრში ხომ მცირე იყო, მაგრამ კონცერტებზე უფრო იხდიდნენ. არა, იქ უფრო იხდიდნენ რა, მაგრამ აი უფრო იხდიდენს რა იყო. არაფერი. ერთ ხუთში დამირეკეს. რა? კაცი სომხეთში ვიყავით, კონცერტი იყო რაღაცა ორი სიმღერა ვიყავ და მომწეს $1200. რამაც ძალიან გამაკვირვა. მოვდივარ რა და მე საქართველოში შემოვედით. ძალიან ცოტა და ზარია ტელეფონზე რა. აი ძალიან საოცარ ისტორიას გიყვები. ისე რაღაცა შემოთავაზება მაქვსო. აბა მეთქი გისმეთქო. ტურნე გვაქვს. ტურნეო და ახლა უყურე რას მეუბნევათო. არჩეო დღეშიო. ორი კონცერტი მითხრა. რაღაცა რა. 4 სიმღერაო კონცერტზეო და ერთი კვირა იქნებაო ეს ამბავიო რა. და ფულს რამდენს მიხდითქო. აი თუ გამოიცნობ რა მითხრა, ბინას გიყიდი ვაკეში. დაახლოებით თემას ხვდები და 4 სიმღერაში გეტყო და 100 ლარს. 700 ლარიო. 700 ლარი კიდევ მე არა რა კიდე ხარ მეღადავი 700 ლარი მე უთხარი 10 დღე რომ გდიო ისმა მეთქი დღეში არა ძმობილო აი მთელ მაშინ 100 ლარიც არ გამოდის ეხლა მე უთხარი რომელი ხარ ბრატ ვის თარეკავ მეთქი შენ ზმაგაც ხო არ შეგეშალა რაღაც მეთქი სად არეკავ მეთქი თუ არ მითხრა ეხლა მეთქი შენ იყო ბოლო მეთქი აი ვის თარეკავ მეთქი ბიჭო ვისთანაც გინდა დარეკე მაგი არავის არ უთხრა მეორეც მე უთხარი ბიჭო ეგ სიცხვილია მეთქი ძმაო თო აი ხა მეთქი როგორ გითხრა საიდან მოვდა და რა მომაქ შეპადოშო მეთქი შევიღაცა ხარ აი რანაირად დამირეკე მაგწინა დადებით მეთქი ბიჭო და გონია რომ შენ კაი რამე გააკეთე მეთქი თო პატივიც პატივი მცა აი ეს 700 მაინც მიხდი და აუ და მაგარი როჟა იყო და